ამოღებას აპროტესტებენ ამ თემაზე დღეს პარტიის ლიდერმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით საერთო მოხმარების მრიცხველების დაყენება მომხმარებლის უფლებებს ლახავს და ვერც სამართლიანი ანგარიშის წორების გარანტიას იძლევა. ნათელაშვილის თქმით დარღვეულია კონსტიტუციის მუხლი თანაბარი სოციალური განვითარების შესახებ. ლეიბორისტულ პარტიას მიაჩნია, რომ მოსახლეობამდელი ტარიფი ინდივიდუალური სქემით უნდა გადაიხადოს. 2005 წლის აპრილში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული დადგენილების შეცვლას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სასამართლოში სარჩელი შეტანით აპირებს. სარჩელს დეპუტატი თემურ დოლიშვილი შეიტანს ლეიბორისტებს გამარჯვების იმედი აქვთ. საქართველოს ლეიბორისტული პარტია ასაჩივრებს კოლექტიური მრიცხველების შემოღების უკანონო ანტიადამიანურ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ. უკანონო ბეგარს, უკანონო ხარკს ჩვენს მოსახლეობას თავიდან ავაცილებთ და ამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოსვავთ თავის ადგილზე. რადგანაც აღნიშნული დადგენილება, რომელიც მიიღეს 6 აპრილს, არის არა მარტო ანტიკონსტიტუციური, ანტისამართლებრივი, არამედ ანტიადამიანურიც. ვის გაგონილა, რომ იყიდო 100 გრამი ძეხვი და გადაგახტევინონ 10 კილოგრამის ფასი. მოხსნეს ინდივიდუალური მრიცხველები და საერთო მრიცხველით ვინ შეიძლება, რომელმა ჯადოქარმა, რომელმა ასტროლოგმა და ვარსკვლავთ მრიცხველმა დააზუსტოს, ვინ რამდენი ელექტროენერგია მოიხმარა და დაწვა. საზოგადოებრივი